ფრანკოფონიის დღე გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ღონისძიებას ფრანგულ სამკითხველო სივრცეში უმასპინძლეს აქტივობაში საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოეწყო ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის შესახებ ფილმის ჩვენება, შემდეგ კი მისი ნაწარმოებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. ღონისძიების მიზანი იყო ფრანგული კულტურის გაცნობა და ურთიერთობების გაღრმავება. გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკა რამდენიმე წელია თანამშრომლობს ფრანგულ მხარესთან, სწორედ მათი დახმარებით გაიხსნა ფრანგული სამკითხველო დარბაზიც. გურჯაანის ბიბლიოთეკას საფრანგეთთან და ფრანგულ ენასთან ურთიერთობის საკმაოდ ესეთი ძველი ტრადიცია აქვს. და აქედან გამომდინარე ჩვენთანაც დაიგეგმა ღონისძიება, აქტივობა. მოვიდნენ ბავშვები, წაიკითხეს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ასე ვთქვათ, ნაწარმოებები ფრანგულ ენაზე, ქართულ ენაზე და სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ ფრანკოფონიის დღეებს. ჩემი აზრით ეს ღონისძიება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ასახავს იმ ხალხის მეგობრობას, რომლებიც სწავლობენ ფრანგულს. ეს ფრანკოფონიის დღე დაკავშირებულია იმ ბავშვებთან, ან მოსწავლეებთან, ან მასწავლებლებთან, რომლებიც სწავლობენ ფრანგულ ენას და ეს ფრანკოფონიის დღე გვაკავშირებს ერთად და ყველა ქვეყანაში, სადაც სწავლობენ ფრანგულს, მოსწავლეები თუ მასწავლებლებიც სწავლობენ, აღინიშნება ეს ღონისძიება სხვადასხვა ნახატებითა თუ კითხულობენ სხვადასხვა ტექსტებს, მაგრამ ვინაიდან ახლა იყო სანტ-ეგზიუპერის 80 წლის იუბილე, ჩვენ წავიკითხეთ სანტ-ეგზიუპერის სხვადასხვა ნაწყვეტები ტექსტიდან და ასევე გავაკეთეთ ვარსკვლავზე მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც სანტ-ეგზიუპერმა